მოგესალმებით Top Speed-ის სივრციდან, სადაც მოვიყვანე ჩემი ავტომობილი Honda Integra. ეხლა რა ხდება? აგიხსნით ყველაფერს. მოკლედ, როგორც ვიცით, საქართველოში შემოიღეს კანონი, რომ გადაკეთებული მაყუჩები და ასე შემდეგ არ შეიძლება, ძალიან ბევრი დაგვაჯარიმეს, მეც დამაჯარიმეს. ასე რომ მოვიყვანეთ ჩემი Integra, რომელიც არის ძალიან ხმაურიანი. და ვაპირებთ, რომ ჩემს ავტომობილზე დავაყენოთ ოდნავ უფრო დიდი ეგრეთ წოდებული მაყუჩი და კიდევ დავამატოთ რეზონატორი, რომ ცოტა ხმა დარბილდეს და აღარ იყოს ესეთი ხმაურიანი და რაღაც ნორმაში ჩაჯდეს. ამ ყველაფერს კი გავაკეთებთ Top Speed-ის სივრცეში, სერვისში. მოკლედ, მოვყვები რა გაკეთდა ჩემს ავტომობილზე. ჩემს ავტომობილზე დავაყენეთ გამშვები კოლექტორი, რომელიც შევიძინეთ Top Speed-ში. და გადასაკეთებელი არის შეერთების წერტილები, ასე ვთქვათ. ასევე გვინდა რომ შევცვალოთ ეგრეთ წოდებული მაყუჩი, დავაყენოთ ზომაში ცოტა უფრო დიდი, რომ ეს ხმა შეიძლება ითქვას, რომ შთანთქოს უფრო და ცოტა დაარბილოს. მოკლედ, ეს არის გრიავას მაყუჩი, რომელიც ზომაში არის საკმაოდ დიდი და ჩვენ ვფიქრობთ და გამოცდილებიდან გამომდინარე, ზოგადად ესეა ხოლმე, როდესაც დიდ მაყუჩს აყენებთ, ხმა ცოტათი რბილდება. იმედი მაქვს, რომ ძალიან სასიამოვნო ხმა ექნება და აღარ იყვირებს და აღარ შეაწუხებს გარშემო ადამიანებს. ახლა კი შემოგთავაზებთ რუბრიკას Top Speed-ში ყველაზე ხშირად დასმული კითხვები, რაშიც მე დამეხმარება რობი და გავიგებთ ყველაზე ხშირად რა კითხვები აქვთ ხოლმე Top Speed-ის მომხმარებლებს. დაგიბრუნდით რობისთან ერთად. რობის ალბათ ყველა იცნობთ. რობი არის Top Speed-ის გაყიდვების მენეჯერი და მუშაობს Top Speed-ში გახსნის დღიდან. რამდენი წელია რობი რაც Top Speed-ში მუშაობთ? მოგესალმებით. დაახლოებით 18 წელია მუშაობ მე Top Speed-ში. ფაქტიურად რაც ბავშვობიდან რაც მახსოვს მუშაობ აქ. მე რაც მახსოვს რომ პირველად Top Speed-ში დავიწყე ასე თქვა სიარული და მაშინ სხვა ლოკაციაზე იყო, საფრთხეზე იყო. მაგ დღიდანვე მახსოვხარ და ყოველთვის რომ მოვდიოდი ხოლმე, იყო ალბათ მომენტები რომ მეც დამისვია რაღაც უცნაური შეკითხვა. და ეს ძალიან ხშირია ხოლმე. მოკლედ, მე და რობი მოვამზადეთ ყველაზე ისეთი უცნაური კითხვები, რასაც სვამენ ხოლმე. რობი არის Top Speed-ის Facebook ჯგუფის ადმინი და აი რომ ტელეფონს რო აიღებთ ხოლმე და რო რეკავთ ხოლმე, ეს ადამიანი გპასუხობთ ხოლმე და მოკლედ გიხსნით რა არისთვისა, რაზე მიდის და ასე შემდეგ. რობი, მზად ხარ? კარგი, პირველი კითხვა, რაც ესეთი ხშირი კითხვა არის, მაყუჩი რო თქვენთან შევიძინოთ, თქვენ შემიცვლით? რა თქმა უნდა. გვაქვს დიდი ხანი არ არის, მაგრამ დაახლოებით 4-5 თვეა უკვე გვაქვს ჩვენი სერვისი, სადაც ნებისმიერ პროდუქციას, სადაც ჩვენ ვყიდით, ვამონტაჟებთ კიდეც. ანუ იყო მოთხოვნა ამაზე, ამიტომ გავხსენეთ, ყოველთვის იყო კითხვა იმაზე, რომ ვიყიდო, სად დავაყენებ და მოთხოვნამ გავაკეთებინა ეს, რომ ესეთ სერვისი გავაკეთეთ. სხვაგან რომ ვიყიდო რამე სპორტული დეტალი დამიყენებთო? მაგაზე გამეცინა სიმართლე გითხრა. ისეთი რა დეტალი დაიყიდო სხვაგან რომ ჩვენ მაღაზიაში არ იყიდებოდეს. მოკლედ, Top Speed-ში ყველაფერი არის. მაგრამ რა თქმა უნდა, ნებისმიერ დეტალს თუნდა სხვაგან ნაყიდს ჩვენი ხელოსანი, რა თქმა უნდა, დაამონტაჟებს, უარს რა გეტყვით ნამდვილად მაგაზე. ეს ყველაზე საინტერესო ისეთი კითხვა არის. Cayenne-ის ფილტრი მართლა უმატებს ცხენებსო? შემიძლია შემოგანდო პასუხისგაცემა, ვიცი რომ შემოგეთ ამაზე მე გაგცემთ პასუხს. მოკლედ, ჩვენს გვაინტერესებდა ეს და გავაკეთეთ სპეციალურად პატარა ტესტი Z4-ზე, N55-ზე, ჯერ ქარხნულ ფილტრზე გავზომეთ დაინოზე ცხენის ზალები, შემდეგ კი მხოლოდ Cayenne-ის ფილტრის შეცვლის შედეგად გავზომეთ ცხენის ზალები და სხვაობა მივიღეთ დაახლოებით 15 ცხენი თუ სწორად მახსოვს, მაგრამ ამის ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ და თქვენ თვითონ დარწმუნდებით იმაში, რომ ნამდვილად Cayenne-ის ფილტრი უმატებს ცხენებს. კი ბატონო, არის ჩვენ ფერის გვერდზე. მეოთხე კითხვა გვაქვს კიდევ, ძალიან საინტერესო არის. თქვენი aftermarket ნაწილებით მაქსიმუმ რამდენი ცხენის ზალის ამოღება შეიძლება ტურბინიან ავტომობილზეო? გააჩნია, ანუ რა თქმა უნდა, ყველა ავტომობილზე ერთნაირად რაც შეუძლია მანქანას იმ სპორტულ ავტომობილზე თქვენსას იმას ვერ ავწდებით, რა თქმა უნდა, ყველა ავტომობილს სპეციფიურად განსხვავებული ძალა აქვს, განსხვავებული ცხენის ძალები აქვს
ძირითადად ჩვენთან რაც ყველაზე ხშირად მოდიან ახლა ვიტყვი რომ BMW-ს მოყვარულები და ალბათ მაგიტო არის რომ ჩვენთან ყველაზე მეტად მაინც უფრო მეტი პროდუქცია არის BMW-ს. ინტერკულერები არის ძალიან ფართო არჩევანი არის ინტერკულერების და ყველაზე ხშირად მე მგონი დაუნპაიპებსაც კი ბატონო. BMW იმიტომ ვახსენე რომ უბრალოდ ბევრი პროდუქცია გვაქვს BMW-ში და კოლექტორები გვაქვს, ცხელი კოლექტორები, რაზეც დაახლოებით 15 ცხენის ძალას ნებისმიერ სტოკ მანქანაზე, სტოკ BMW-ზე ამოაქვს. პლუს მე უკვე ახალ მოდელებზე, უკვე F30 და შემდეგზევით ახ G სერიებზე უკვე გვაქვს დაუნფაიფები, რომელსაც იგივენაირად პატარა არ არის 15 ცხენის ძალა და შემდეგ უკვე გატურბინება, ინტერკულერები და მე რაღაცა ისეთი რაღაცების დაყენებით უფრო მე რა თქმა უნდა მეტი ემატება კი ბატონო. ფაქტიურად შემიძლია ვთქვა რომ ჩვენ მაღაზიაში ყველა დეტალი არის, ტურბინებიც გვაქვს, ყველა დეტალი არის იმისთვის რომ მოვიდეს მანქანა სტოკი და აეწყოს მთლიანად ყველა დეტალით და მოუმატოს ცხენის ძალები. და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო კითხვა, რომელსაც სხვათა შორის მეც ხშირად მეკითხებიან ხოლმე, Cayenne-ის ფილტრები მართლა ორიგინალია თუ არა? კი, რა თქმა უნდა, ორიგინალია. ამაზე მეცინება ხოლმე. კი, არა, ორიგინალია. ჩვენ საკმაოდ დიდ რაოდენობის ფილტრებს ვყიდით, ასევე ვამონტაჟებთ ადგილზეც და აი შემიძლია გითხრა ესეთი ცოტა შესაძლოა და ჟღერდეს, მაგრამ აი ჩვენ მაღაზიის წინ და ბოქსში დაყენებული ფილტრი გასულა ერთი წე დაურტყია და მოსულა უკან და იწუთას უძგვის განსხვავება. ეხლა არ ვიცი, იქ შევა ცხენი ვერ დაუთვალო, მაგრამ მანქანის მეპატრონები ძროობს იმას, რომ ჩააყენა Cayenne-ის ორიგინალი ფილტრი, გავიდა რაღაცა 1 კილომეტრი არა და სულ სხვა მანქანაც ფაქტურად შეცვალა მანქანა. კი, თან ეს დავკონკრეტდეთ, რომ ძალიან საგრძნობი არის, როდესაც ტურბინიანი ავტომობილი არის. რა თქმა უნდა, კი, რა თქმა უნდა. მოკლედ, ტურბინიანი ავტომობილები, ვისაც გყავთ, მისწრება არის თქვენთვის კი და თუნდაც ვისაც ჩაწერა უნდა Stages, ფაქტიურად Stages თითქმის არავინ არ უწევს, ყველა ეუბნება, რომ Cayenne-ის მით ჩადეჯერ, იმიტომ რომ თავსებადი არ არის გაძიერულ მანქანასთან ჩვეულებრივ ქაღალდის კი ბატონო და ვერაწვდის იმ რაოდენობის ხარისხს, რაც სჭირდება იმას, რომ Stager და Stager იყოს ჩაწერილი. მრავალფეროვნად შეიძლება რომ ამ კითხვაზე გავცეთ პასუხი, იმიტომ რომ ზოგადად რას ნიშნავს ომოლოგაციაო? ომოლოგაცია ზოგადად სჭირდება ავტომობილს, რომელიც დადის სპორტულ შეჯიბრს. ანუ ოფიციალურად, როდესაც ავტომობილში ყენდება უსაფრთხოების კარკასი, ეს ავტომობილი მზადდება ოფიციალური შეჯიბრისთვის, სპორტული, პროფესიონალური დისციპლინისთვის, ეს იქნება ტრეკზე სიარული, წრიული რბოლა, ეს იქნება აღმართის დაძლევა და რა ომოლოგირებული პროდუქცია გაქვთ თქვენ დღეს Top Speed-ში წარმოდგენილი, ის გითხარი? კი, ჩვენ გვაქვს როგორც ევროპული, ასევე ამერიკული ორიგინალი პროდუქცია. ასე ვთქვათ, ომოლოგირებული FIA სტანდარტით, რომელიც სჭირდება ყველა პროფესიონალ ავტობოლერს. მოყვარულებიც ხშირად ყიდულობენ, იხდიან უფრო დიდ თანხას შედარებით, უფრო ძვირი ღირს ეგ პროდუქციას, შედარებით სხვასთან. გვაქვს ასევე ორიგინალი პროდუქცია, რომელსაც არ აქვს, ასე ვთქვათ, ომოლოგაციის ბეიჯი, მაგრამ არის ორიგინალი, არის ძალიან კარგი ხარისხი. ძირითადად ხმარობენ ჩვენთან კარტინგზე ვინც გამოდის და ასევე ჩვეულებრივად ნებისმიერ ავტომოყვარული ხმარობს და საკმაოდ ნახევრად სამოყვარულო ხო, ნახევრად სამოყვარულო და საკმაოდ დაბალი ფასებია მაგ პროდუქციაზე. მიუხედავად იმისა, რომ არის ორიგინალი და აი მე რომ გითხრა სიმართლე, ძალიან ახლოს არის იმ პროდუქციასთან, რომელსაც FIA სტანდარტი აქვს. ყველაზე ხშირად გაყიდვადი პროდუქცია Top Speed-ში. აი, ყველაზე ხშირად რა იყიდება Top Speed-ში? არ ვიცი, ახლა პასუხი ძალიან მარტივი გასაცემია, სპეისერები. კიდევ იყო ესეთი აი, უბრალოდ ჩვენ მაღაზიასთან რომ გამოიარო და შემოსვლა გინოდეთ, სულ მანქანები შეიძლება კი დაახლოებით 100-150 მეტრის ინტერვალში ყველა მანქანა და კი, ხანდახან ვერ ვაჭერებ. ყველა ელოდება სპეისერს. ვერ ვაჭერებ ხოლმე. ხო, ყველა დგას იქ რომ სპეისერი დააყენოს. მოდი, ეხლა გადავიდეთ ცოტა ისეთ უცნაურ კითხვებზე, რაც დაგამახსოვრდა და რაც, ასე ვთქვათ, ცოტა სასაცილო არის. რა არის ხოლმე ისეთი კითხვა, ცოტა უცნაური. ფლიანცებზე ლაპარაკობდი და სიტყვაზე ამახსენდა, ძალიან ხშირად მეკითხებიან,
ან მირეკავენ ან წერენ. ხშირად სხვათა შორის ეს არ უკითხია, ალბათ სიტყვა რო გავს უფრო მაგიტო და ვინც იდეათ ვერ ერეკვა ზოგი პირველად აყენებს ფლიანეთს და არც გაუგია ვიღაცა უთხრა მეგობარმა რომ წადი შენ ფლიანეთები დააყენი აქ და მაგრად მოუხდება და ამ დროს მირეკავს და თუ გაქვთ მთლიანეთები. ანუ გონია რომ მთლიანი რაღაცეებია, მთლიანეთები, რასაც დააყენებს და რეალურად მართლა მთლიანად ალამაზებს მანქანას, თუ რამე აკლია კი, მთლიანად ალამაზებს მანქანას. ასევე ფლიანცელები. ესეც ვეკითხებიან. ნუ ზოდა მეღიმება ხოლმე, მაგრამ რა თქმა უნდა, ეხლა ეს არ ჩვენ არ დავცინი ვართ არავის, იმიტომ რომ მეც რაც არ ვიცი, რაც ვერ ვერკვევი და იმას ვეკითხები, მეც მომწონს ეს, რა თქმა უნდა. მოკლედ ტოპსპიჩი რომ მოვლენ ხოლმე, იკითხონ ხოლმე ფლიანცელები და ფლიანცელები. არა, პრობლემა მე ვხდები რატო არის მოსული, შეუძლიათ მაგ სიტყვებით იკითხონ პროდუქცია. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო, თუ შემდეგში რაიმე მსგავსი კითხვები გექნებათ ჩემთან ან რობისთან, შეგიძლიათ მოგწეროთ Facebook გვერდზე, ან შეგიძლიათ რობის დაურეკოთ ხოლმე და კითხოთ და რობი მოინიშნავს. იმედი მაქვს, რომ ხმის კანონის მალე შეიცვლება და ნოდარი მეუბნებოდა ერთი კონტეინერი მაყუჩები მაქვს ჩამოდანილი. ძალიან პროდუქცია გვაქვს ძალიან ბევრი შეგვიძლია. საქართველოს მასშტაბით მოუმარებოთ ყველა ავტომოყვარული, როგორც ყველანაირი პროდუქციით. ნებისმიერი პროდუქციით, რაც ეხება, რაზეც ახლა ამ წუთას შეზღუდვა. ასე რომ ჩვენს ავტომოყვარულ მეგობრებს ბევრ ცხენიზალებს უსურვებთ. მადლობა თქვენ და კარგად ვამბობთ.